მოკლედ საღამო მშვიდობის ყველას, მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, სალამი ყველას, აბა როგორ ვართ? აბა როგორ ვართ ჩემო მეგობრებო? როგორ გიკითხოთ, როგორ ჩაიარა დღეებმა? მედია ყველანი ძალიან კარგად ვართ. მოვედი, მაგრამ როგორ მოვედი არ ვიცი. ვიჭყინე რა. მეც ძალიან მომენატრეთ, მაგრამ მაქვს ჯანმრთელობის პრობლემები რაღაცნაირად, ამიტომ მომიტევეთ, მაპატიეთ დაგვიანებისთვის. მედია ყველანი ძალიან კარგად ვართ. მაგია მთავარი ანამარია. კუთილ-კუთილით გავიცინებ მეც. რა ვიცი მეგობრებო, რა ვიცი, მინდა რომ ყოველთვის უფრო უკეთესად ვიყო. მოკლედ სურვილის და მიხედვით, ძალიან დიდი სურვილი მაქვს ავიდეთ 25,000 ლაიქზე, იმიტომ რომ მითიშავს TikTok-ი, მომიტევეთ, მაპატიეთ, მაგრამ მორჩილესად გთხოვთ, რომ დავიწყოთ ლაივი, უნდა გქონდეს 25,000. მეგობრებო, მანამდე ვისაუბროთ, აბა როგორ ვართ, როგორ ჩაიარა დღეებმა, როგორ ისმის ჩემი ხმა. წავიდა ლაიქები. შენ ჩემო პატარა როგორ ისვენებ აბა? ძალიანაც კარგად თუ ისმის. გამარჯობა შენ ამიხილე თვალებიო, გაიხარეთ მეგობრებო, ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ რასაც მოვისმენთ, მხოლოდ მოსმენა არა, ჩემო ძვირფასებო, უნდა შეცვალოთ თქვენი ცხოვრება რადიკალურად, მხოლოდ მოსმენა არაა საკმარისი, სასიკეთოდ უნდა გამოიყენოთ ეს ყველაფერი. ჩემი დახარჯული ენერგიას რომ თქვენ სასიკეთოდ გამოიყენებთ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პლუსია. ეკუნა YouTube-ზე თუ ვერ ვნახულობ, აქვე ჩემს გვერდზე გადმოდი და ჩემს სურათის ქვემოთ, პროფილის სურათის ქვემოთ მაქვს მიმაგრებული YouTube-ი მეგობრებო. რატო გაგდებენ? YouTube-ზე დახურულია გვერდი, არ იმატებთ, როგორ თავარია თქვენ გამომიწერე, შენ გამოიწერო და მე დაგიმატებ თუ არა, კარგა ხანია არ შესულა. თავარია თქვენ გამოიწეროთ, როგორც აქ, ისევე იქ, მეგობრებო და მე თვითონვე ამოგიგდებთ იქაც, როდესაც დავდებ. ერთადერთი, რასაც ვითხოვ თქვენგან მთელი გულით და სულით, მხოლოდ ლაიქები მეგობრებო. არ გაჩვენებს, იმიტომ რომ არაფერი არ ამიტვირთია და არაფერი არ დამიდვია, იმიტომ არ გაჩვენებს. მეგობრებო, როგორც აქ, ისევე იქ, როდესაც არ შევდივარ და რაიმეს არ ავტვირთავ, არ გაჩვენებ. აჰა. Видите, трансляция активна, если выключаете камеру, ოჰო, რაღაცებს ახლა მაფრთხილებს მისი ჭკუით. გაიხარეთ მეგობრებო. დაიკავა სიამოვნებით მოსმენით. როგორ გაიხარეთ მეგობრებო. მეგობრებო, აქ თითოეული თქვენი სასურველი ინფორმაცია შეგიძლიათ ამოიკითხოთ.
აი მაგალითად რაც გაინტერესებთ, სადაც არ უნდა დასვათ კითხვა, თქვენს კითხვაზე პასუხებს აქ აუცილებლად მოისმენთ. კირჩხიბი დაო. აქ ვარ ძლივს მოვედი, ჩემო სიხარულო, როგორ ახარ? გოგო, ფერადი სამყარო რო ხარ, ადამიანის, როგორ ხარ? მერე რამ შეგიშალა ხელი, ქალო, დამირეკე? რატო დაბლოკე, მოდერატორო? მურტალოს რას ერჩოდი, ქალა? ლიკა, რატო დაბრუნებ, დაბლოკე, მურტალო? რას ერჩოდი, ქალა? რაღაც არასწორად გაიგე. დააბრუნე, გოგო, რას ერჩოდი? რაღაც ვერ წაიკითხე კარგად შენ. გააკრე და გაკრებოდა, აბა. გააკრე და გაკრებოდა, აბა. მოიცადე მე დავაბრუნებ ახლა. იმას ხარ რაღაცნაირად დაწერა და შენ არასწორად გაიგე, გალა. მოიცადე მე დავაბრუნებ. დაბლოკე? თუ რა უქენი? აჰა. მეგობრებო, ყოველთვის უნდა გაიღიმოთ, ყოველთვის უნდა იცინოთ, ყოველთვის უნდა იყოთ კარგ ხასიათზე, საკუთარი თავი არასოდეს არ დაადანაშაულოთ. არ დაადანაშაულოთ, არ შეიძლება. როგორ შეიძლება საკუთარი თავის დადანაშაულება? ეხლა ვისაც გიცნობთ, იმათზე მაქვს საუბარი. უბედნიერესი ვარო. მეგობრებო, ვერ დავაბრუნებო. მე მოხსენი ბლოგი დაანებე თავი. მოხსენი მე ბლოგი და შენ დაანებე თავი. რას ერჩოდი, რას დაეტაკე? მორგანა, უღრმესი მადლობა. მეგობრებო, უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. ვერ დააბრუნე, ახლა მოწიწე, ბაწრით. არა უშავს. არა უშავს.
არა, უბრალოდ არ დააკვირდი რა ეწერა. წერაში იყო შეცდომა, მექანიკური შეცდომა ქონდა ადამიანს, გოგო, რას დაეტაკე? ადამიანს არაფერი არ დაუშავებია და როდესაც არაფერი დაუშავებია, ხო, უბრალოდ რატო თორე კი? მე გადაუზიარებ, ახლა მოიცადე. გადავუზიარე მე. სულ გაგვაგიჟეო. აი ხო ხედა. ნამდვილად ჩემო ძვირფასებო არავინ არ ღირს ამათ, ნამდვილად არ ღირს ამათ. გაიხარეთ. როდის უნდა დაღვინდე, გოგო? როდის უნდა დაღვინდე? ა? რატო გიჟობდი? გიჟობდი თუ რატო? საყვარელი კი ხარ ისეთი, საყვარელუკა ხარ, ძალიან ისეთი ხარ. ხო, აბა რა სიზამთე ახლა, რა? სულ ცოტაც მეგობრებო, სულ ცოტაც. დღეს ყვა მე მიყურებდაო, მთელი სანაპირო. ერთი ძლის გავედი მეგობრებო აუზზე აქ და ისეთი გაწვიმდა იმ დღეს, ძლის გამოვასწარი იქედან. გაწვიმდა იმ დღეს. წინა შაბათს. ძლივს წავედი აუზზე და გაწვიმდა. ქართული მუსიკები ჩაურთა. არ მინდა მუსიკები ლაივში. შენ ჩაურთე? შენ ჩაურთე? ახლა გასაგებია, ხო და გაგიჟდებოდნენ აბა? ხაბიბი, ხო არ ჩაურთე, ხაბიბი? თავსაფარი კი გექნებოდა წაღებული და. ხაბიბი, ხო არ დაუარე? დღევანდელი ჩვენი თემა რა არის, არ ვიცი მეგობრებო. ახლა კალამი უნდა ვეძებო სადმე აქ. დღევანდელი ჩვენი თემა. ზოგჯერ ვაზიარებ ძველ ვიდეოებს, ატვირთულ ვიდეოებს, იქნებ ვინმეს გჭირდებათ რაღაც ინფორმაციის მოსმენა. შეგიძლიათ იმათაც მოусმინოთ ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ იქაც გაიგებთ სასურველ ინფორმაციას აუცილებლად. ძველი ვიდეოები, საჯარო ვიდეოები უფრო მოქმედებს, უფრო ძალაშია, უფრო კარგად ჭრის, რო იცოდეთ.
ასე რომ ძალიან დიდი ენერგია და ძალა აქვს ძველ ვიდეოებს მეგობრებო. რა წუთიდანაც თქვენ ვიდეოს ჩართავთ და მოსმენას დაიწყებთ, იმ წუთიდან მოქმედებაში შედის. არა აქვს მნიშვნელობა ძველია თუ ახალია. ეხლა მაინტერესებს ჩემი ვენტილატორი, ხო რა ქვია ამას ქართულად მეგობრებო? ვენტილატორი თუ რა ქვია ქართულად? ცუდად ხო არ ისმის ხმა? ანა მარია, და მეხმარე. ჩემი მეგობარი ყულა ხარ გოგო? ჩვენ მეგობრები ყულა ვართ, ანა მარია. და მეხმარე. ქართულში. ქართულის მასწავლებელი მჭირდება, სასწრაფოდ. გრამატიკა მაქვს სასწავლე. ჩაგვრე და დაგეხმარებითო. ჩაგვრთე და არა, ჩართვები არ მიყვარს ლაივში. ძალიან ბევრს მოუნდება მერე და არ მინდა. ლაივში ჩართვები არ მინდა. მე და ანა მარიაო. ყველა მისაქმეს იკეთებს, ხო ხედავთ? აი ესეთი რაღაცა მაქვს. ნახეთ რა მაქვს მეგობრებო. აბა როგორ მოგწონთ ჩემი აქსესუარი? მოგწონთ? ჩვენს ბეფანას ჩამოვკიდოთ? არ ვიცი რატო გაგდებს TikTok-ი. ზოგჯერ მასე ჩვევა კი. სულ კალამს ვეძებ მეგობრებო. სულ ვეძებ. უი არა, ნახე, ვიპოვე. ყოჩახნე. დღევანდელი ჩვენი დღის თემა რა არის, აბა? ვინ რა შემომთავაზებთ? ჩვენი დღევანდელი საჯარო ლაივი რა არის მეგობრებო? ჩემს აქსესუარებს ფისო აკლია, ფისო. კატები არ გვინდა აქ. ახლავე მოვიყვან, მოეცადე, ხო არა მყავს? თქვენ არიცით რა ლამაზი მაქვს, აგე? აი, ვითქვა რომ არ მაქვს. აი? ხედავთ რა ლამაზია? აი პატარა ფისო. ფისუნია კატა, მაგიდაზე ახტა, გადმოაგდო ვაზა, იმპერია გააბრაზა. მოქმედებები, მოქმედება. თავგასიებულსო. როგორ არის თავის ცოლთანო? ეს უკვე სამკუთხედია. მოდი ვნახოთ როგორ არის თავის ცოლთან, რა ხდება იქ. ან როგორ არის იქ. როგორ არის იქ. რა ბაბუშკა, ბაბუშკაც აქაა.
ბაბუშკა სად გააქრა? მეგობრებო, კიდე რა? კიდე აბა მომაწოდეთ იდეები. ვის რა გაინტერესებთ? სათაურს ვარკვევთ ეხლა. მოქმედება დავწერეთ. მომაწოდეთ აზრები. რასაც სიტყვის ტარო არ გვაწყობს მასე, ანა მარია რა. რა შეიცვალა? აბა ვნახოთ კი. რა შეიცვალა? ორივე მხარეს, ასე დავწერეთ. სიტყვებს რა აზრი აქვს? ზოგადად ცარიელს სიტყვებს აზრი არ აქვს, მაგრამ თუ ნანობს. ესეც საინტერესოა დავით. ნახოთ თუ ნანობს. ანუ დღეს გვექნება ზოგადი გაშლა. რა თქმა უნდა, თუ ნანობს. სულ ცოტაც მეგობრებო. სულ ცოტაც. მე მანამდე უკვე დასტების მომზადებას დავიწყებ. აუცილებლად გამოვიყენებ ასტრა ბარათებს, ძალიან მეყვარს ეს ბარათები. საჭიროა თითოეულ ყველაო. თქვენთან ერთად მოვამზადებ დასტებს. გამოვიყენებ აუცილებლად შემოდგომის ბარათებს. აი ამებს. თუ დათფა ერთი მასთან გავიგოთ. სულ ცივ ენერგიებში როა. საბოლოოდ ბოლო რა იქნებაო. რა თქმა უნდა, მაგასაც გავარკვევთ ბოლო-ბოლოა. აჰა, ოჰოჰოჰოჰოჰო. რა გაიაზრა? და მისი ბოლო რას მოიმოქმედებს? მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, დავიწყებთ თქვენი დახასიათებით, თქვენი ენერგიებით. მოკლედ, მოგესალმებით ყველას, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ და უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს და დავიწყებ ახლა. დავიწყებ თქვენი ენერგიებით. თქვენი სიგნიფიკაციით დავიწყებ. ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც რაღაც ასე მეუბნება, რომ იცით რა მეგობრებო, აი ამ წუთიდან აი სუჟე მინუტო, ხო? თითქოს რაღაცა გეჩქარებათ, თითქოს რაღაცა გარბი ხართ, თითქოს რაღაც გული მიგიჩქარით. აი გაიქცეთ გინდა, მაგრამ იცით როგორ ხართ? კი, თითქოს რაღაცას თქვენ ცხოვრებაში, ერთიანობაში შეგიძლიათ, მოლაპარაკება შეგიძლიათ, ყველაფერი შეგიძლიათ, მაგრამ აქ მაჩვენებს, რომ რაღაც მესამე არის, ის რაღაც, რაც ხელს გიშლით, აი ამ გაგნახეთ, მირბიხართ, მაგრამ აქ მესამეა, რაღაც გიშლით ხელს, თორემ ეს რო არ იყოს თქვენი ნებასურვილი, მეგობრებო, ხო? აი უკან არც მოიხედავდით, უკან მოუხედავად, მოკლედ დაგაზავდით რაღაცა, თქვენი ენერგიები. ხო, აი, ადასტურებს კარგი.
თან ნახეთ, ისე დაგაზავდით, ისე გაიქცეოდით, მთელი გულით, მთელი სულით, მეგობრებო, ხო? უკანაც მოიხედავდით და თან დაიფიცებდით, რომ საერთოდ უკან აღარ მოიხედავდით არასდროს. აი რო იტყვიან პოლნივ პერიოდო, ამას გააკეთებდით. მთელი გულით, მთელი სულით, მთელი თქვენი შემართებით, აი ისეთ ენერგიებში ხართ, ხო? თქვენი ნებასურვილი რო იყოს. აი ეს მესამე რო არ იყოს რაღაც აქ ეს რო არ იყოს რაღაც, ხო? აი იმ წუთას აი თქვენ არ ვიცი სად ამოყოფდით თავს, კიდევ თქვენი ენერგიები. ხო, ბევრი თქვენთაგანი ახლა მიწის სტიქიაში ხართ, მიწის ენერგიებში ხართ. შეიძლება ბევრი მიწის სტიქიაც იყეთ. შეიძლება იყეთ ქალწული, შეიძლება იყეთ კიდე რომელია, ნუ კარგი არ მივეჯაჭოთ ამას. უბრალოდ მიწასთან ახლოს ხართ, უკვე აღარ დაფრინავთ ღრუბლებში. ძალიან თავდაჯერებულები ხართ, ძალიან ისეთები ხართ აი რა ქვია, ხო, თითქოს დროში იწვით, რაღაც ასეთ, აი დრო დაგიგროვდათ ძალიან, ამ დროში ძალიან ბევრი რაღაც დაგიგროვდათ, ვის გულის ტკივილი დაგიგროვდათ, ვის რაღაც ფიქრები დაგიგროვდათ, ოცნებები დაგიგროვდათ, რაღაცები დაგიგროვდათ კი. და ამ თქვენს ყველაფერს შეიძლება ყავის დალევაში, აი ყავას რო სვამთ, ან ჩაის დალევა გიყვართ, ან ყავის დალევა გიყვართ, აი ამ დროს, აი ამ ტკივილებს იშუშებთ, ამ ჭრილობას იშუშებთ, მეგობრებო. ამ დროში კლავთ ამ ყველაფერს. აი იცით როგორ მაჩვენებს, წამიერად რო გაგიელვებს რაღაც ესე შუბლზე, რო გადაგიართ, აი წამებში ესე რაღაცებს ძალიან განიცდით კი. ბევრი თქვენთაგანი კიდე რაღაც მოლაპარაკებებს აწარმოებთ. კი, გააქვთ ესეთი რაღაცები, შეიძლება ეს იყოს სამუშაო, ან სანათესაო, ან სამეგობრო, თითქოს ინტერნეტ სივრცე, სოციალური ქსელები, კიდე კი ესეთი რაღაცეები. ძალიან დიდი გულის ტკივილი გაქვთ კი, ამ ყველაფერს არავის არ აჩვენებთ. თქვენთვის ხართ მარტო, თქვენთვის და ამ თქვენ გულის ტკივილთან ხართ მხოლოდ მარტო, განმარტოებული. არავის არაფერს არ ეუბნებით კი. ძალიან ისეთი ტკივილი გაქვთ, აი განგაში რო აქვთ ატეხილი ადამიანებს რაღაცნაირად ისე ხართ, ნახეთ ქვემოდან. აი კონკრეტული კონტროლი გაქვთ ყველას და ყველაფრის სოციალებში, მეგობრებო. თითქოს და იქ რაღაცებს, ისეთ რაღაცებს ნახულობთ, ესეც თქვენზე მოქმედებს. შეიძლება ესეც იყოს კი. ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება გიყვარდეთ წითელი ფერი, ან ეხლა გეცვათ წითელი ფერი. შეიძლება წითელი ხალათი, წითელი პიჟამო, წითელი კოსტუმი, ხო რაღაც წითელთან ასოცირდება. შეიძლება გიყვართ კიდევ დიდი საათები. ზოგიერთ თქვენთაგანს მარჯვენა ხელზე გიკეთიათ საათი. ან რაღაც სამაჯური გიკეთიათ, უფრო უმეტესწილად მარჯვენა ხელზე იკეთებთ ალბათ მეგობრებო. რაღაც ასე ხედავ, კიდევ თქვენი ენერგიები. ძალიან ბევრი ოცნებები გაქვთ, ძალიან ბევრი ფიქრები გაქვთ. კი, ძალიან იცით როგორი ადამიანები ხართ, აი ბავშვობაში, რო წყალში გაივლით, აი ესეთი თითქოს უდარდელები, მაგრამ ეხლა იცით როგორ ხართ, თქვენს სურვილებს, თქვენს ოცნებებს, აი ესე ნაბიჯ მიყვებით. მყარად და კონკრეტულად. ძალიან ესეთი 100 წლიანი ადამიანები ხართ, ფეხს აღარ მოუჩქარებთ. ადრე თუ სადმე გეჩქარებოდათ, ეხლა აღარ ხართ ესე. არა, ეხლა ესე აღარ ხართ. ძალიან თავდაჯერებულები ხართ. გაიზარდეთ მე მგონი. ხო, შეიძლება ზოგს იცით როგორ ხართ, ასაკი დაგეტყოთ თითქოს და ესე მაჩვენებს. აი შეიძლება ასაკით არ იყეთ დიდები, მაგრამ ასაკოვანები, მაგრამ თითქოს ასაკი დაგეტყოთ. აი რაღაცნაირად ისეთები გახდით. იქნებ უბრალოდ ძალიან დაბრძენდით, გაიზარდეთ. აი ცუდად უხეშად არ გამიგებთ, იმედია, მაგრამ შეიძლება ესეც იყოს კი. კიდევ თქვენი ენერგიები. თქვენი ენერგიები. ძალიან სამართლიანები, ნახეთ. ძალიან სამართლიანები, მაგრამ ნახეთ, დამსხვრეულები ხართ. დამტვრეულები ხართ. წარსულიდან განადგურებულები ხართ, მაგრამ მაინც მოიკრიბეთ ძალა და მაინც
წამოდექით ფეხზე და მაინც შეგიძლიათ ეს კი მაინც ახერხებთ ამ ყველაფერს. ზოგმა მიზნები დაისახეთ, ზოგი რას აკეთებთ და ზოგი რას, ზოგი ხატავთ, ზოგი ქარგავს, ზოგი რაღაცას წერს, იქნებ ჩანაწერებს აკეთებდეთ. შეიძლება აი არ ვიცი, ზოგიერთი შეიძლება ინტერნეტ სივრცეში უფრო აი ხელები, რაღაცას ხელებით აკეთებთ, მეგობრებო. თქვენი ენერგიები. ხო, ბატონო, თქვენი ენერგიები. აი ნახეთ, ქვემოდან როგორია. ეხლა მე რასაც ვხედავ აქ ის არის რომ საუბარი არ გინდათ ზოგადად არაფერზე, აღარ საუბრობთ, ადრე თუ ყველაფერს უყვებოდით, ეხლა უკვე პირში წყალი გაქვთ ჩაგუბებული, არავის არაფერს ეუბნებით. აქ ვხედავ მე ხო არავის არ აჩვენებთ თუ რა ისეთი სიტუაცია გაქვთ. ძალიან მძიმე სიტუაცია აქვს რომელიღაცა თქვენთაგანს. ოღონ მართლა ძალიან დიდი ტკივილი გაქვთ. ამ ყველაფერს არავის არ ეუბნებით, ზოგადად საერთოდ არ უყვებით არავის რო ძალა აღარ გაქვთ, მაგრამ თავს მაინც იკავებთ, თავი მაინც ისე ხნეთ და ამაყად გიჭირავთ, არ გინდათ რომ ადამიანებს დაანახოთ სულ თქვენი, ხო, იმიტომ რომ თქვენზე თითქოს და ბევრ საუბრობენ და არ გინდათ რომ დაიღალეთ ამდენი საუბრებით, აი გაურბიხართ ამ თქვენს ჭორებს, ამ თქვენს ირგვლივ ადამიანების საუბარს, მოკლედ, აღარ გავაგრძელებ. ერთადერთი რასაც ვხედავ აქ, რომ თითქოს დრო გეწურებათ, ამას ამბობთ. ბედზე ხართ დამოკიდებული და თითქოს იმაზე საუბრობთ, რომ თქვენი ბედი რაღაც ახლოვდება, თქვენ ამას გრძნობთ, ალბათ კიდევაც მეგობრებო. შეიძლება ამ ყველაფრიდან ძალა გამოლეულიც გქონდეთ ამ თქვენი წარსული ცხოვრებიდან, მაგრამ იმის რომ ეს ქვიშა ჩამოილება და ეს ისე უნდა ამოაბრუნო, რომ ისევ ახალი ათვლა დაიწყოს, ამის იმედი გაქვთ კი. ბედზე ხართ დამოკიდებული, მინდა გითხრათ და ბედის ბურბალი უკვე თქვენთან ტრიალებს, იმის თქმა მინდა, თუმცა მეგობრებო, ხო. თუმცა ეხლა თუმცა ძალიან დიდი ტკივილს გაყენებთ ეს დრო რომელიც ძალიან გაიწელა, დროში ძალიან გაიწელეთ, ესე ამბობთ. თუმცა აქ ვხედავ მე არაკეთილის მსურველებიდან ავთვალს, ამიტომ თვალი გაქვთ კი და შეგიძლიათ მეგობრებო წმენდები გაიკეთოთ ნათვალებზეც. მოკლედ ესეთ იყო თქვენი დახასიათება, თქვენი ენერგიები. თუ კი ემთხვეოდა თქვენს ენერგიებს, ჩემო ძვირფასებო, გავაგრძელოთ ახლა ერთად ყოფნა. ანა მარია, რა იყო? ანა მარია, ეს პირდაპირობა რას მივაწეროთ? ხა ხო არ მეტყვი? რა არის გოგო ეს? არა უშავს. მეც გადაზიარება დამავიწყდა მეგობრებო. არ ვიცი ვინები ვართ. მოდი გადავავლებ თვალს, ვინები ვართ. ისეთები ვინც არ არიან, იქნებ ბევრი ჩვენი ჯგუფის წევრები არ არიან, როგორც ჩანს. ერთი წუთით ახლა მე გადავაზიარებ უცებ. და ორი წამი მეგობრებო. ორი წამი. აჰა. ამთავრდა. გავაგრძელებ ახლა. ეხლა შეგიძლიათ ჩაიფიქროთ. ეხლა არ თქვა გაიჭედა, არ გაიჭედა, მე გავჩერდი.
წაიკითხე ლოცვები, წაიკითხე მესიჯი ლოცვებში ხართო. ჩემი ხმა მეორდება? მეგობრებო, ჩემი ხმა მეორდება? უი, რას ლაპარაკობ? აჰა, დავითი ამბობს არაო. ვისთანაც მეორდება მეგობრებო, გადით და შემოდით ისევ. ჩაიფიქრეთ ახლა ადამიანი და გავარკვიოთ ახლა მისი ენერგიები. რაღაცა ჩემი ჭიქა გლახათ მიდევს. არ გადამივარდეს, ჭია მაია, ხვალ თუ კაიდარია, გაფრენა არ გვაწყობს. დავიწყოთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. ჩაიფიქრეთ და დავიწყოთ ახლა მისი ენერგიები. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის, არა და მორჩა. ეს ადამიანი ჯიუტია. ამ ადამიანიდან ვერაფერს ვერ ეღირსეთ ალბათ და ვერც ეღირსებით. ამ ადამიანთან დაბერდებით. ნაადრევად დაბერდებით. კი, არა და მორჩაო, სტარას. ეს არა სიტყვის სიბერემდე. სიბერის კარი მოგაკითხავთ, ესე კარები გაიღება სიბერის და ეს კიდე არა სიტყვის. ამ ადამიანს მხოლოდ შეუძლია ფანტაზიებში წარმოგიდგინოთ, ილუზიებში წარმოგიდგინოთ, ხო? მისი ფანტაზიორობა და მისი ილუზიონისტობა დამღალამე, თქვენი არ ვიცი. ხა, ეს ადამიანი, იცით როგორია სიტყვა ძუნწი. ძუნწი შეუდარებელი. კინოში რომა. ხა. არა, ყოველთვის თქვენ გაჩერებთ, ხო, მეგობრებო? სუ არ თქვა, ხმა რა მოიღო, კრინტი არ დასრა. აი რაღაც ესეთი მომდის. ხო. საზიზღარი. ჩემი პრინცია, არ დაგეკარგოს. ვინმე მარცა გართვას. ხა. ვინმე მარცა გართვას. თეთრი ცხენი ყავს თუ შავი, მაგი მაინც გაგვანდე. ხა, თეთრი ყავს თუ შავი? რომელი ცხენი ყავს ახლა? პრინც, ყავს ცხენი. მაგას რომელი ყავს, რა ფერის ყავს, თეთრი თუ შავი? ვაი, მაგის დღეს უბედურს. გავაგრძელებ მისი ენერგიები. ხა, ფიქრია. ეს ადამიანი არის ფიქრია. ხა, ფიქრობს, ხო გეუბნებით? 100 წელი დაგაბერათ ამ ადამიანმა, იმიტომ ამოხვედით იქ დაბერებული. ხა. დაგაბერათ მეგობრებო. დაგაბერათ. კიდევ. ხა, ხო გეუბნებით? ხრელი. ესე იგი ამ ადამიანმა რა გააკეთა იცი, იმდენი განერვიულად. აუღურეთ ახლა, კიდე ფიქრობს. ფიქრიაშვილი. ფიქრიას ასული ფიქრიაშვილი. ეს ადამიანი ახლა ფიქრობს. გავბედო თუ არ გავბედო? ფიქრობს, მაგრამ ამ ფიქრსაც არ ამბობს, ნახეთ, ეს უთიხურია. სუ არ თქვა მეუბნება, მე რომ არ თქვა ისე როგორ შეიძლება ახლა. მე აბარისთვის ვარ, ახლა აქ მოსული ძლივს მოვედი თქვენამდე. გასაჩუმებლად მოვედი, ახლა მე არა, გამორიცხულია. ეს ადამიანი, იცით როგორია? ვერ გატეხავთ, ვერ შეტეხავთ. ამასთან ვერ იტყვით სიმართლე. სიმართლე ეს რო გეტყვით, წყალი აღმამიდისო წავა. ხო, ეს ადამიანი როგორია ახლა გეტყვით. ვითომ სამართლიანის როლს თამაშობს, მაგრამ არა. ფიქრობს და ამ ფიქრში მეგობრებო, ხო, დაღამდა. გათენდა დაღამდა. კი, დაიმსხვრიეთ, დაიმტრიეთ, გაგთელად, გადაგთელად, გული გაგიბზარად. მოკლედ სასწაულათა ახლა თვითონ. ხო. ასეა კი. მოკლედ, კიდევ მისი ენერგიები, ნახეთ ქვემოდან რა სურათია? სიყვარულის ენერგიებში არის კი. ეხლა რას გეტყვით ნახე, ეს ადამიანი ტრანსფორმაციაშია.
ეხლა თუ ვერაფერს ვერ გებულობთ, მისგან არ გამიკვირდება, იმიტომ რომ ტრანსფორმაციაშია, როდესაც ტრანსფორმაციას გადის ადამიანი, ეს სიკვდილის ტოლფასია, მეგობრებო. აცადეთ, არ შეაწუხოთ, არ მოიკითხოთ, არაფერი არ მოიკითხოთ ამის. ეს ადამიანი ეხლა ხო, უარესად იტანჯება და ეკუთვნის. ეს ადამიანი ეხლა, მეგობრებო, ფიქრობს ამ ტრანსფორმაციას, რომ გავივლიო, მერე ძალა მოვიკრიფო და მერე ცეცხლი დავანთო მოედანზეო. მოდი ამ მოედანზე ცეცხლი დავანთო დეუსაო. ძალიან დიდ ბრძოლებშია, ისე რა ვთქვა, მაგრამ სიყვარული აქვს. ხა ყველასთან ვერ ვიტყვი საჯაროა, მაგრამ ხო, იცოდეთ რომ სიყვარული აქვს. ნუ ვიღაცეებთან, კიდევ მისი ენერგიები. ხო, ცხვირის ჩაყოფა უყვარს ყველაფერში ამ ადამიანს. ამ ადამიანზე ძალიან ბევრი ჭორები დადის. ან ამ ადამიანის ირგვლივ დადის ჭორები. რაღაც ბევრი მითქმა-მოთქმა. თუმცა თქვენ ამ ადამიანს შეიძლება ხედავდეთ. მეგობრებო, ამ ადამიანს უკეთია ნიღაბი. მის ტკივილს თქვენ ვერ ხედავთ. მის დარდს ვერ ხედავთ. ნიღაბი უკეთია. ვერ ხედავთ თუ როგორი თვალებით იხედება, იმზირება რო იტყვიან. თითქოს და ბედნიერია, თითქოს და ხალისიანია, თითქოს და არაფერი არ ადარდებს, მაგრამ აი აქ სათვალეების მიღმა, როგორი სერიოზული კატის თვალება ადამიანი იხედება. იქნებ მართლაც კატისფერი თვალები კონდეს. იქნებ თუ მამაკაცები მიყურებთ, ამ ადამიანს თვალების ამოღება უყვარდეს. ხო, რაღაც ესეთი. კიდევ მისი ენერგიები. ამ ადამიანს რაღაციდან გაქცევა უნდა, გამოქცევა უნდა, თავისუფლება უნდა, თუ ციხეშია გამოქცევა უნდა, თუ არა და სამყარო უკვე იცით როგორ სადაც აფეთქდება უკვე. ეს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, სულ ცოტა უკლია და აფეთქდება. გამოქცევაზე, მეგობრებო, კი. გამოქცევაზეა და ნახეთ რას ამბობს. თითქოს სიურპრიზის გაკეთება უნდა. იქნებ გამოიქცეს და თქვენთან მოიქცეს. ხა. იქნებ გამოიქცეს და თქვენთან მოიქცეს. კიდევ მისი ენერგიები. ხა, ხო გეუბნებით. მოიქცევა თქვენთან. კიდევ მისი ენერგიები ელოდეთ. ოჰა, მოდის. მოდის, თან რაფერ მოდის, იცი, რევოლუცია მოდის, მეგობრებო. არ გეგონოთ წყნარად მოდის. მოდის ქუხილით. მოაქხედა მიწა. ხო. ცოტა ფრთხილად იყავით, ქვების როლ არ დაგიწყოთ. რა ვთქვა, მაგრამ ცეცხლის ენერგიებით მოდის. ქუხილით მოდის. ხო, მეხიძასემასავით მოდის კი ისე ნამდვილად, რა ვთქვა, მაგრამ მე გევიქეციო. გავიქცევია. ეგრა და მეტეორი მოდის. კიდევ მისი ენერგიები. ო მეგობრებო, კი. ძალა მოიკრიბა ამ ადამიანმა. ნახეთ, საცოდავი მისი დღე. არა მეგობრებო. ეს მხოლოდ ილუზიებია მისი და გამომეღვიძა. ამას ამბობს. ვაზე ხართ. რაღაცა სიზმარი ნახა და გამოეღვიძა დაღლილს, ამ საცოდავს. არ გამიკვირდა? ამან სად უნდა მოვიდეს, მეგობრებო? ფეხზე დამდგარი ძინავს ცხენივით, ხო ხედავ? თვალები დახუჭული აქვს, იქნებ არ თმა აქვს დაბარცხნილი, იქნებ არ წვერი აქვს გაპარსული, ნუ ვინც მიყურებთ ახლა იმის და მიხედვით. ხო, მამაკაცებმა შემოაბრუნეთ. ხო, ნახეთ ახლა. ამ ადამიანს სამსახურში თუა ძინავს, სახლში თუა ძინავს, ქუჩაშია ძინავს, მანქანაშია ძინავს, ავტობუსშია, ტრამვაიშია, თვითმფრინავშია, ყველგან ძინავს. დაძინებულია. ნუ ვისთან რა და ვისთან რა, მეგობრებო. კიდევ მისი ენერგიები. ბედი დაუტრიალდა ცუდად ამ ადამიანს. მე არ ვიცი ამ ადამიანმა რა ჩაიდინა და რა დააშავა, მაგრამ ბედი დაუტრიალდა ცუდად. ნახეთ როგორ იწვის ბედის ბორბალი ეს ერთი. ხო, მეორე რაც მისთავს ხდება, ეხლა დამსახურებულად ხდება, მოდი ასე ვიტყვი. ხო, ბედი ჩაირია და იმიტომ ამ ადამიანს შეიძლება ისეთი ფიქრებიც ჰქონდეს, ფეხზე ვერ დგებოდეს და სიკვდილი უნდოდეს. ნახეთ უბრალოდ.
აი უბრალოდ შეხედეთ. ხო. ძალიან ცუდ რაღაცებზე ფიქრობს. შეიძლება ფიქრობდეს, რომ სიცოცხლე აღარ მინდა, ან რა თქმა უნდა ასეთი ცხოვრება, ან ღმერთო მომკალია. შეიძლება ცუდზე ფიქრობს, რაიმე თავი მოვიკლაო, შეიძლება ამას ფიქრობდეს. კი, ან ასე კონდეს საქმე, სასიკვდილოდ, არ ვიცი ღმერთმა დაიფაროს ყველა, მაგრამ აი ცუდ რაღაცებზე ფიქრობს, რომ ცუდი რამე ჩავიდინო. ნახეთ რა წერია. კიდევ მისი ენერგიები. ამ ადამიანს უნდა რაღაც დაწეროს, თითქოს რაღაც მოგწეროთ, თითქოს რაღაც გაგაგებინოთ, შეგატყობინოთ. ხო, ერთ ბედნიერ დღეს, იქნებ ერთ ბედნიერ დღეზე ფიქრობს, რომ რაღაცნაირად, ხო, აი ხო გეუბნებით, წარსულზე ფიქრობს, წარსულში თქვენთან გატარებულ ბედნიერ დღეებზე ფიქრობს. კი, თუ როგორ გქონდათ აი ეს ჩირაღდანი ანთებული, აი სითბო გქონდათ, სიყვარული გქონდა, ბედნიერება გქონდა. ხო, აი ნახეთ. ბავშვის შობადობა გქონდათ, ცხოვრების გაგრძელება გქონდათ, ფიქრობდა, ალბათ შეიძლება თვითონ ეხლა ფიქრობს, რომ თურმე როგორი 100 წლიანი ცხოვრება მქონიაო. ხო, აი ნახე, მეგობრებო, ნახეთ. და თავისივე ხელით დაამსხვრია, დაამტვრია ყველაფერი. თავისივე ხელით დაამსხვრია თავისი ბედნიერი სრულყოფილი ცხოვრება. არ ვიცი ხა ვის რა გქონდათ. ვისაც რა გქონდათ იმ ცხოვრებაზე საუბრობს. მაგრამ ამ ადამიანს უნდა რომ მოგელაპარაკოთ, დაგირეკოთ და გამოვიდეს კონტაქტზე და მოგელაპარაკოთ, მაგრამ ცოტა დროის ფაქტორია, რა დროში ხლა ამას არ ამბობს, მაგრამ თქვენთან ერთად ჩაის ან ყავას დალებდა. თქვენ ხართ ის ადამიანი, ვისთანაც შეიძლება ადამიანმა ჭრილობები მოიშუშოს. თქვენ ისეთი ენერგია გაქვთ, რომ ამ ადამიანს ყველანაირი ტკივილს უყუჩებთ, მეგობრებო. ტკივილ გამაყუჩებლები ხართ? მე რომ წელი მტკივა იქნებ გამიყუჩოთ, რომელიმე რა იქნება? მეგობრებო. აი აღარ შემიძლია დედიკო. ოხ მეგობრებო. კი ასია ჩემო ძვირფასება. ამდენი თუ კი შეგიძლიათ ვინმეს? მეც რომ წელის ტკივილი გამიყუჩოთ, იგიც ხომ შეგიძლიათ? მეგობრებო, წელი მტკივა გამიშეშდა. ამფერ ენერგიებშია საცოდავი, უბედური ამის დღე. კატაც ვერ უშველის მაგას. კატაც ვერ უშველის მაგ საცოდავს. მოკლედ ესეთი იყო მისი ენერგიები. კი, ეს ჩემი ფისოა, ესა გულსაბნევი. გულსაბნევია მეგობრებო, ესეთი, შავიც მაქვს ესეთი. ეს ახლა უბრალოდ მომყვა ხელში. შავიც მაქვს ესეთი კი. ძალიან ლამაზებია. ქუდებზეა ძალიან ლამაზი, შარფებზეა ძალიან ლამაზი, აი მანტოებზე, პალტოებზე. ხო, ძალიან ლამაზია. არ ღირს ზვირი სხვათა შორის. აქ არ ღირს ზვირი. სეთები სულ მაქვს. მოკლედ ესეთი იყო თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. შეხედეთ უბრალოდ ეხლა ამას უყურეთ ეხლა როგორ ჩეხავ კაცს. აი შეხედეთ. ხედავთ ხო? მეგობრებო, ტვინი ამებნა. ამიბნია ტვინი თქვენმა ჩაფიქრებულმა ადამიანმა. ტვინა რაფერი აბნეულიც თვითონაა, ისეთი ენერგიები მოდის აქ ჩემს პუმბოზე. ლენჩუაშვილი, რა გჭირსო და მე რომ სიკვდილი მჭირს ანამარია. რა მჭირს, არ იცი, შენ მაინც კი იცი რაც ხამჭირს. წელკავი მაქვს დაო. სიმწვის სიცილი.
მასაჟი გამომიწერა ექიმმა, მაგრამ რადგინდა ვერ ვიკეთებ. ესეთია მეგობრებო. აბა რა გონიათ თქვენ? ხოლოდ თქვენ ხართ გონია და ტანჯული? ავოიე. ვინ გამიკეთებს და მოდი და გამიკეთე შენ. არ ხარ შორს, ანამარია. ჩემო ძვირფასებო. დაიფიქრეთ ეხლა ადამიანი და მოკლე კითხვებით გავყვეთ ეხლა. ნელა ყველაფერი გამოვკითხოთ. მოდი ანამარია, მოდი და მე რო დაგპირდი იმას გაგატანი. ხლა აქ არ თქვა რა დაგპირდი. ქე რო იცი. გუში რო განახე. იგი. ხა, გაგატან ანამარია. მოდი და გაგატან. გურული ვარ კი. ასეა ჩემო ძვირფასება. მაკო ისე ხوار გიცნობ მე შემთხვევით. მაკო. ხوار გიცნობ. სადაური ხარ გოგო შენ? აცხოვრობ მორიელი. არ მითხრე ხა? არ მითხრე ხა ბათუმში ცხოვრობო? ბათუმში ცხოვრობო არ მითხრე ხა? ან აჭარაში ცხოვრობო არ მითხრა? არა, შენი არე უკუღმაო, ასე იციან გურულებმა. შენი არე უკუღმაო, შენ დალიე დუღარეო. ხა. სოფელ გულიანში, გულიანი კარგი სოფელია კი. ხო, ასეა კი. შენი არე უკუღმაო. შენ დალიე დუღარეო. მიცადე კიდე რაფერიცია, შენ წაი მამა ჩემის მამასთანო. ხა. მოკლედ მეგობრებო, დავიწყებ ახლა. მისი მოქმედება. არა, მოქმედებამდე არა. მოდი ვნახოთ ახლა. რა გაიაზრა თქვენ აბდალი? კი. რა გაიაზრა თქვენ მაჩაბი? რას ფიქრობს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? მოდი ესე ვკითხოთ ახლა, ფიქრი. ისი ფიქრი. ბევრი რო არ გაგვიგრძელდეს ახლა მეგობრებო. მისი ფიქრი. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრი. რას ფიქრობს? მისი ფიქრი. გადაწყვეტილებას ვერ ღებულობს. გადაწყვეტილებას ვერ ღებულობს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჭორის დონემდე ამბებშია მეგობრებო. თითქოს მის ირგვლივ რაღაც ჭორები დადის. რაღაც ჭორების ეშინია ამ ადამიანს. გაუბედავია. ეს ადამიანი კარტებშია. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი იქნებ ისიც აქა ჩვენთან ერთად. ვინ იცის? მეგობრებო, არ გაგიკვირდეთ. 9100 რაღაცა გამომწერია აქ. მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. ხა. ამიტომ არ გამიკვირდება თქვენი ჩაფიქრებული ადამიანიც რომ აქ იყოს თქვენთან ერთად. ასე რომ ვისაც ჭირდება სიფრთხილე, ფრთხილად იყავით. ვისაც არა და დაიკიდე გულზე მოგეშვება. ხა. ეს ადამიანი კარტებში წინასწარმეტყველებს, ეს ადამიანი კარტებს უყურებს, ფსიქოლოგებთან დადის, ეს ადამიანი იცით რა, აი ხო გეუბნები, ფსიქოლოგებთან დადის.
შეიძლება კარტებს უყურებს, რაღაცას აკეთებს კი. რას ფიქრობს? იმდენი პრობლემები აქვს, დადის იქ კი, თავისი ცხოვრება რომ გამოასწოროს, ამისთვის დადის. კი, რას ფიქრობს? რას ფიქრობს მეგობრებო? და თქვენ ცხოვრებაში სტაბილურად ყოფნა უნდა ამ ადამიანს. თითქოს რაღაც გონება აქვს ჩართული ახლა ამ ადამიანს. კი, იკადრა და გონება ჩართო. კიდევ რაო? ხო, რას ფიქრობს და მოქმედებას ფიქრობს? ამ ადამიანს უნდა რომ იმოქმედოს, თან გონიურულად უნდა იმოქმედოს. ამ ადამიანს სამყაროს იმედი აქვს, გაგიკვირდებათ და. კი, ეს ადამიანი თქვენ გამოკამათობს. ამბობს რომ თქვენ გამოკამათობს. თქვენ თუ კი უნებლიეთ სამკუთხედში ხართ, მეგობრებო, ახლა ვიტყვი ძალიან ბევრ შემთხვევას. თუ კი უნებლიეთ სამკუთხედში ხართ, იცოდეთ რომ თქვენზე იციან, რომ ვიღაც ყავს და ეს ვიღაც თქვენ ხართ. იქნებ სახელდობა არ იციან, მაგრამ იციან რომ ვიღაც არის და ეს ვიღაც თქვენ ხართ. და თქვენ გამოკამათობენ. კიდევ. კი, ძალიან ცუდი სიტუაცია აქვს იქ, სადაც არის. ხო, იქ არის ტყუილები. იქ ტყუილებია. ხო. რას ფიქრობს კიდევ? რას ფიქრობს? ფიქრი. ტყუილებს ფიქრობს. კი. რას ფიქრობს და იმას ფიქრობს რომ მოგატყუათ თქვენ. გიღალატათ თქვენ. დანაჩაგცათ თქვენ. სამარე გაგითხარათ თქვენ. ეს შეიძლება იყოს 21-დან 35 წლამდე ასაკის ადამიანი. +- 5 წელი მეგობრებო. 21, 35 +- 5 წელი. კიდევ, კი, რომ მოგატყუათ. რას ფიქრობს? ფიქრობს იმას, რომ რაც ჭირს ახლა მისი ბრალია. სამართლიანად თან, ამას ფიქრობს. კი. თუ ნანობს. მოდი ახლა ვნახოთ თუ ნანობს თავის აქციებს. თუ ნანობს თავის აქციებს. ამბობს იმას, რომ ჩემ დრო ვერ გამოვიყენეო, შანსი ვერ გამოვიყენეო, ყველაფერი ძალიან ისე უცეფა ეწყო. თუ ნანობს. სინანული არ ვიცი, შეიძლება თავისთვის ნანობდეს, მაგრამ ამას არ გაჩვენებდეთ. თუმცა ამბობს იმას, რომ ახალ შესაძლებლობებს ვეძებ, ახალ სიტუაციებს ვეძებ, რომ ურთიერთობა გამოვასწორო, ანუ მოქმედებაზე საუბრობს. რაღაც ახალს ვეძებ, რომ ვიმოქმედო. ამას ამბობს მეგობრებო. მოქმედება. იქ არის ძალიან ცუდად. აი როგორაა იქ. ამბობს რომ იქ არის უბედური. ნუ თუ ციხეშია, პატიმარია თავისთავად ცუდათაა. თუ ქორწინებაში იმყოფება, მეგობრებო, იქ უბედური ქორწინება აქვს. რუტინული ერთფეროვნება აქვს. აი ძალიან ისეთი სიტუაცია აქვს. კიდევ ძალიან ბევრი დანაკარგი აქვს, გაუმართლებელი რისკები აქვს ამ ადამიანს, იქ სადაც არის, არ გაუმართლა, არ აქვს ხვავი, არ აქვს ბარაკა, არ აქვს ოჯახი, არაფერი არ აქვს. არა, არც სიყვარული აქვს, არც სულიერება აქვს, არაფერი არ აქვს, ცუდი კავშირი. იქ რაც აქვს, ეს არის ცუდი კავშირი. მე არ ვიცი ხა რა კავშირში იმყოფება თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი იქ, ან მშობლებთანა, ან მესამე პირთანა, პარტნიორთანა, თუ ვისთანა არ ვიცი, არა აქვს ამას დიდი მნიშვნელობა, ცუდი კავშირი აქვს იქ. იქ აქვს დისჰარმონია, იქ აქვს აი სხვადასხვა აზრთა გაგება, აი აზრთა სხვაობა, კიდევ. რა ხდება იქ? ნახეთ ახლა მეგობრებო.
ამ ადამიანს იქ ქონდა ძალიან ბევრი სურვილების ძალიან ბევრი სურვილი ქონდა, ძალიან ბევრი გეგმები ქონდა ამ ადამიანს მოკლედ უნდოდა რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო, მაგრამ ჩაუფლავდა, მოიწვიანი. იცით რა ხდება ეხლა? ეხლა იქ აქ ეკონომია. ეს ადამიანი შეიძლება ეკონომიურად ცხოვრობს, ეკონომიურად ჭამდეს, სვამდეს, ისვენებდეს, ეკონომიური აზროვნება ქონდეს, ეკონომიურად საუბრობდეს და ურთიერთობდეს ადამიანებთან, ვერ ღებულობდეს გადაწყვეტილებას. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რაც ჭირდება მას, იმას ვერ ღებულობს. ყველაფერთან არის ზედაპირული, ზედაპირულად უყურებს ყველაფერს. ძალიან დამარცხებულად გრძნობს თავს სხვათა შორის. თუ ნანობს თავის აქციელს. აი ხო გეუბნებით, სინანულზე არაფერს არ ამბობს მეგობრებო. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ არის ის, ძალიან წუხს და ნერვიულობს იმაზე, რომ ისე არ წავიდა ყველაფერი, როგორც მას ქონდა დაგეგმილი. ნახეთ, ცხრიანების მონეტა და ვარსკვლავი. ჯერ ეს ერთი აქედან დავიწყებ, რომ თქვენ შორის ძალიან დიდი მანძილია. თქვენ ბალანსში ხართ, ეს ადამიანი ხედავთ, რომ თქვენ დაბალანსებული ხართ უკვე და თქვენი წილი ბედნიერება რაღაცა გაქვთ. მაგრამ ამ ადამიანს რაც ქონდა დაგეგმილი თავისი წილი ბედნიერებისთვის, ეხლა წუხს იმაზე, რომ არაფერი არ მოხდა ისე, როგორც მას უნდოდა. ეხლა მინდა ვკითხო, როგორ არის იქ, სადაც არის? იქ, სადაც არის, როგორ არის? როგორია მისი მდგომარეობა იქ? მეგობრებო, არის ეჭვიანოდ. ცდუნებას შეყო ხელი ამ ადამიანმა და დარჩა შემცდარი. შევცდიო ამბობს, როგორ ვარო და შევცდიო. შეცდომა დაუშვია. იმპოტენცია. ამ ბარად აწერია იმპოტენცია. შეიძლება იყოს ურთიერთობაში, მაგრამ ურთიერთობაში არა. მიხვდით ახლა, ხო? შეცდა ადამიანი, შევცდიო ამბობს. შევცდიო მეგობრებო. კიდევ რას გვეტყვის? ხო? როგორაა? ეს სურათი შეიძლება თქვენი რომელიმე ჩაფიქრებული ადამიანი იყოს ზემოქმედების ქვეშ, არ გამოურიცხავ. ეს კიდევ შეეხება პატიმრობას, შინაპატიმრობას, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით პატიმრობას. პატიმრობა იგულისხმება ჯადოებით, მაგიებით, ძალადობით, ანუ ხვდებით, ხო? ბულინგიც ერთ-ერთი ესეთი სიტუაცია. კი, იქნებ აბულინგებენ, იქნებ აჯადოვებენ, იქნებ ხელოვნურად, იქნებ ბუნებრივად, ანუ ხვდებით, ყველა მიხვდებით, ეხლა თქვენსაც თუ მე რას ვსაუბრობ. ძალიან დიდი ტკივილი აქვს ამ ადამიანს, ძალიან დიდი დამწუხრებულია, გულგატეხილია, ოცნებები თავზე დაემხო, რო იტყვიან. თუ გაიაზრა ამ ადამიანმა ის, რომ დააშავა. თუ გაიაზრა ის, რომ თავისი საქციელით დაგიშავათ და დააშავა. თუ გაიაზრა როგორ შეშინებული გიყურებთ მეგობრებო. აი ხო გეუბნებით, ამ ადამიანს იქედან წამოსვლა უნდა, განქორწინება უნდა. თუ კი ხართ, გავიმეორებ სამკუთხედში. ნებით თუ ნებით აღმოჩნდით სამკუთხედში და თუ კი თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი იმყოფება ქორწინებაში, იცოდეთ რომ იქ განქორწინებაზეა საქმე მისული, მეგობრებო, ვისაც გაინტერესებთ. კითხვა, თუ გაშორდება თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი იმას, ვისთანაც იმყოფება ოფიციალურ ქორწინებაში. გეუბნებით რომ კი. მე ვხედავ აქ განქორწინებას. იქნებ ვინმეს გაინტერესებთ, თუ გამოვა ჩემი განქორწინება, იქნებ რომელიმე თქვენთაგანს გაინტერესებდეთ
თქვენს მეორე ნახევართან განქორწინება. მე ვხედავ აქ განქორწინებას. თუ კი ვინმეს აინტერესებს ეს თემა. აბატონო, ჩემი პასუხი. გაინტერესებთ? გაშორდებით თუ არა თქვენს მეორე ნახევარს? კი ბატონო, გაშორდებით. კიდევ. ეხლა მინდა ვკითხო, რა შეიცვალა მის ცხოვრებაში თქვენს შემდეგ? აი თქვენ შემდეგ, იმის შემდეგ, რაც თქვენ აღარ ხართ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში. რა შეიცვალა? რა შეიცვალა მეგობრებო? რა შეიცვალა? რა შეიცვალა მის ცხოვრებაში მეგობრებო და გეტყვით ახლა. ახლა უყურეთ, ეგოისტის ეგოისტი. ეგო აქვს დიდი ასოებით. ამ ადამიანს თუ ქონდა გადაწყვეტილი ის რომ თქვენ გაგსრისავდათ, პირიქით მეგობრებო. ნახეთ, თუმცა იმას ამბობს რომ მე არ დაგთმობო. მე შენ ყოველთვის მახსოვ ხარო. მე ყოველთვის შენზე ვფიქრობო. მე ვფიქრობ შენთან გატარებულ დროზე და მე შენ არ დაგთმობო ამას ამბობს. ფეხსითრევს ერთია, მაგრამ არ დაგთმობო ამბობს. არავითარ შემთხვევაში არ დაგთმობთ მეგობრებო. რაღაც პერიოდი გაგიჭირდებათ ამ ადამიანის ჩამოშორება იცოდეთ. იმიტომ რომ არ დაგთმობთ. არ დაგთმობთ. ხო. რა შეიცვალა მის ცხოვრებაში თქვენ შემდეგ? აბატონო. იცით რა შეიცვალა? უფრო იმაზე მეტად შეუყვარდით, ვიდრე უყვარდით. აქამდე თუ თქვენ გიყვარდათ და მას არა, ეხლა პირიქითაა. თქვენ აღარ გიყვართ და მას უყვარხართ. თქვენ ხართ მისი მზე, თქვენ ხართ მისი მთვარე. თქვენ ხართ მისი იმპერატორი თუ იმპერატრიცა. თქვენ ხართ მისი დიდი სიყვარული, ბნება, რწმენა, პატივისცემა, სრულყოფილება, სიძლიერე, ჰარმონია, ბალანსი. ქორწინება ეს ყველაფერი თქვენთან უნდა ისევ თუ არ გქონდათ, უნდა და თუ გქონდათ, ისევ უნდა ამ ადამიანს თქვენთან. თქვენთან დაბრუნება უნდა ამ ადამიანს. ეხლა მე არ დამაყაროთ აქ პამიდორები. ხო, ბალანსის დაბრუნება უნდა, თუმცა სულელი. განოლება უნდა ყველაფრის და ყველაფრის თავიდან დაწყება უნდა. ეს ეხლა რა თქმა უნდა თქვენი გადასაწყვეტია, მე არ დამაბრალოთ. აბატონო, ამას ფიქრობს. თვითონ რას ფიქრობს ეხლა თქვენ ცხოვრებაში რა შეიცვალა მის გარეშე? აი თქვენთან ხო აღარ არის ეხლა თვითონ რას ფიქრობს ეხლა თქვენ როგორ ხართ მის გარეშე? ამ ადამიანს ეგონა რომ ძალიან ბევრი დაგიშავათ. იქნებ მართლაც დაგიშავათ. უყურეთ ეხლა, ამ ადამიანმა დაგიქვეითათ ნერვიული სისტემა. ამ ადამიანმა გაგანადგურათ, ამ ადამიანმა დაგაიგნორათ, ამ ადამიანმა დაგმარხათ, დაგასამარათ, დაგამიწათ, მოგპარათ, გაგანადგურათ, არ ვიცი ვის რა მოგპარათ, ფული, ენერგია, ცხოვრება, დრო, წამი, წუთი, სიყვარული, ჯანმრთელობა და არ ვიცი კიდევ რა. ხო? მეგობრებო, ხო, ყველა თქვენ სიტუაციას მოერგეთ. ვის რა და ვის რა. ასე იყო მისგან. მაგრამ უყურეთ ახლა თვითონ რას ფიქრობს. თქვენ ამ სიტუაციიდან ძალიან კარგად გამოხვედით. ხო. მთელი წუხილის და მთელი ნერვიულობის შემდეგ, მთელი უძრაობის შემდეგ, რის ფასად დაგიჯდათ და რის ფასად გამოხვედით ამ ყველაფრიდან. ნერვიულობა, სტრესი, მთელი უბედურება, დამარცხება, ნერვები, მოკლედ არ ვიცი მეგობრებო. არ ვიცი, ნახეთ. ამ ადამიანმა მოგკვეთათ ყველანაირად. ხო, აი თვითონ ფიქრობს, რომ აი გავანადგურეო, მაგრამ თქვენ მაინც გამოხვედით ამიდან. აი კეთილი ინებეთ და გამოხვედით ამ სიტუაციიდან. ხო. კი, ამას ამბობს, რომ თქვენ მაინც გამოხვედით. თავბრუდ ამეხვა. არ ვიცი, თავბრუდ ამეხვა მეგობრებო. კიდევ რას ფიქრობს, თქვენ როგორ ხართ ახლა? არეულ-დარეულიაო ამბობს თქვენზე. აგირიათ ცხოვრება, ძალა გამოგაცალათ.
მეგობრებო, ცხოვრება ჯოჯოხეთად გიქციათ. იცით, ბედის ბორბალი დაგიტრიალათ, იცით, აი ეხლა დედას ფიცა ვარ. აი როგორც მე თაუბრუ მესხმის, ესე დაგიტრიალათ ცხოვრება უკუღმა. შეიძლება ბევრ თქვენთაგანს თავის განადგურებაზეც გიფიქრიათ. იყო დრო. ხო. აი ძალიან ტირანულად მოგექცათ. არ ვიცი მეგობრებო რა დავარქვა, მაგრამ ძალიან ცუდად მოვეკეციო. მაგრამ აი ხო ხედავთ, თქვენ მაინც ადექით და გაიარეთ კი. როგორც ხედავთ ახლა, აბატონო. თქვენი ცხოვრება შეცვალეთ თქვენ თვითონვე. თქვენი ცხოვრება თქვენ თვითონვე გააუმჯობესეთ. ავიდან კარგისკენ. ხო. ეხლა მეგობრებო თვითონ არ იცის ახლა თქვენი სიტუაცია, შეიძლება ბევრი რამე აინტერესებდეს, მაგრამ თქვენ უკვე დაფარული ხართ მისთვის. თქვენ არ აჩვენებთ თქვენ ცხოვრებას, თქვენ არ ეუბნებით თქვენ ცხოვრებას. ნუ თავისთავად ახლა, ხო? თქვენ უკვე ფარულად მოქმედებთ და მას ეს ძალიან აღიზიანებს. ეს აქ ტყუილად არა მოვიდა. რომ თქვენი დაფარულობა მას ძალიან აღიზიანებს. აინტერესებს ახლა ამ ადამიანს თქვენი ცხოვრება. ძალიან აინტერესებს კი. ნანობს თქვენ დაკარგვას. აი თუ ნანობს თქვენს დაკარგვას ეს ადამიანი. ნახეთ უბრალოდ მეგობრებო. კი, ნანობს. ოღონდ როგორ ნანობს, თქვენ არ გეტყვით ამას, რომ ნანობს თვითონ. ნანობს რომელი? აქ არის მაგიები, აქ არის ზეწოლა, აქ არის ხელყოფა, აქ არის დიდი ფულის გადახდა, აქ არის გულგატეხილობა და წასვლა ურთიერთობიდან და აქ არის არტისტული დადგმების სცენები, გამოგონილი ამბები, აქ არის სკანდალები, აქ არის დანაკარგები და ძალიან ბევრი უსამართლობა ურთიერთობაში. მეგობრებო, დედას გეფიცებით. აი თაუბრუ მესხმის უკვე. თაუბრუ მესხმის უკვე მეგობრებო. ამ ადამიანმა ყველაფერი იკადრა თქვენთან დაკავშირებით. ყველაფერი დედას გეფიცებით თაუბრუ თუ არ მეხვეოდეს. აი ეს ჩემზე ძალიან მოქმედებს. აი სად წავიდე უკვე აღარ ვიცი, ისეთ მდგომარეობაში მაგ აი გეფიცებით ადამიანობას თავი ამტკიდა. ეხლა მინდა ვკითხო აი ეს. აი ეს მინდა ვკითხო. ეს ადამიანი შორიდან გაკვირდებათ. იცოდეთ რომ შორიდან გაკვირდებათ, მეგობრებო? ეხლა მაინტერესებს. მინდა ეხლა ვკითხო. რა იცის ამ ადამიანმა თქვენი ცხოვრების შესახებ? აი ამ თქვენმა წარსულმა ადამიანმა რა იცის თქვენი ცხოვრების შესახებ? ეჭვიანობს. ეჭვიანობს იმაზე. აი ნახეთ რაზე ეჭვიანობს. ეჭვიანობს სიყვარულზე, ეჭვიანობს ურთიერთობაზე, ეჭვიანობს განქორწინებაზე, არადამაკმაყოფილებელ სიტუაციაში იმყოფება. ამ ადამიანს თქვენთან ფუფუნება ჰქონდა, თქვენთან ძალიან დიდი სიყვარული ჰქონდა, თქვენთან ძალიან დიდი და კარგი თბილი ურთიერთობა ჰქონდა, თქვენთან მშვიდი და გაწონასწორებული იყო, ფუფუნებაში ცხოვრობდა, მაგრამ ბოდიში ახლა, აი ესეა ახლა, ამოყირავებულია ყველაფერი. ამ ადამიანმა იცის რომ ვიღაცა არის თქვენ ცხოვრებაში, ეს უკვე მასთან აღარაა, ეს უკვე სხვასთანაა. კი მეგობრებო, თქვენი პასუხისმგებლობით ეკიდებით სხვა სიტუაციას, მასთან აღარ ხართ, იცის. ეხლა მაინტერესებს რა იქნება მისი მოქმედება ამასთან დაკავშირებით. ეჭვიანობს უბედურად, უასოზე ეჭვიანობს. ეშინია თქვენთან დაგვიანების. იქნებ ხوار დააგვიანდა უკვე კი. იქნებ ვინ ყავთ? ნუ ვისრა და ვისრა ეხლა მეგობრებო. ეჭვიანობა არის ბოლომდე იცოდეთ. ამბობს რომ არ დაგთმობთ. კი. აქ ხედავ მე ღალატს. კიდევ. რას ფიქრობს ეხლა?
ფული უნდა ამ ადამიანს. ბუმერანგზე ფიქრობს, ეშინია ბუმერანგი არ დაუბრუნდეს უკან ამ ადამიანს. ეშინია ბუმერანგის, ეშინია დაკარგვის, ეშინია მარტოობის, ეშინია იმის, რომ ძალიან გადავაჭარბეო, თუმცა ამ ყველაფერს არ გეტყვით. მეტის მეტი მომივიდაო, დაგვიანების ეშინია, თქვენი დაკარგვის ეშინია. ვისი ეშინია კიდევ? ხო, ეშინია მაგრად. კი, ეშინია იმის, რომ ოჯახი აღარ არ ექნება. ხო. ამ ადამიანმა ნახეთ, აწონ-დაწონა თავისი ცხოვრება, თავისი სიტუაცია აწონ-დაწონა ის, რომ დაგკარგათ. ნახეთ, რა ბედნიერება დაკარგა, რა ურთიერთობა დაკარგა, ოჯახი დაკარგა, ვის ოჯახი გქონდათ დაკარგა, შვილები, ბედნიერება, ვის შექმნა უნდოდა ამ ოჯახის და უკვე ვეღარ შექმნის, ვის რა და ვის რა მეგობრებო. ერთად ამბობს, რომ თქვენთან ერთად ძალიან ბედნიერი იყო, თქვენთან ერთად სრული პაკეტი ქონდა ოჯახის, მაგრამ აღარ აქვს. შეიარა მატარებელმა. ამ ადამიანმა საკუთარი თავის სასარგებლოდ ძალიან ბევრი ცუდი რამ გამოიყენა. ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაგიწიათ. ხო, ეხლა ძის და ფიქრობს თუ მოულოდნელი საჩუქარი საიდან გამოაძროს. მაგრამ ფული არ აქვს. იქნებ გაუგზავნოთ ფული თქვენ. მეგობრებო. ფინანსურად დაეხმაროთ იქნება, ამას ფიქრობს. იქნებ მოულოდნელი საჩუქარი გაუეთოთ მას. ამ საწოდავს თუ დაბადების დღე აქვს, იქნებ აჩუქოთ რამე. კი ბატონო, შეიძლება გაცილდა ოჯახს, იმიტომ რომ იქ განქორწინებაზე საუბრობდა, კი, არაა გამორიცხული. ეხლა მეგობრებო, ხო გეუბნებით, თქვენი სიტუაცია მოერგეთ. ხო. თქვენი სიტყვა კოდი დაიჭირეთ. თქვენთან რაც მოვა, აი ზუსტად ისეა ის, ყველა სხვადასხვანაირად გაიგებს და აღიქვამს, გადათარგმნის. აი განტოლება ამოხსენით. სათავისოდ. ხო. ბოლო, აი ამ დარჩენილ სურათებში, აი ამ დარჩენილ კარტებში. ყველას ესე გავყვები ხა სათითაოდ და ვნახოთ. ვისი მოქმედება რა იქნება, ვისაც გაინტერესებთ, რა თქმა უნდა. ვისაც არ გაინტერესებთ, მეგობრებო, ვისაც რა არ მოგეწონებათ, ჩემი ნათქვამი, არი ნერვიულოდ გაუშვით. ხო, გაუშვით. ეხლა ვნახოთ. ბოლო, მისი მოქმედება რა იქნება? ეს ადამიანი საუბრობს შეცდომებზე და დაცილებაზე. ძალიან გულნატკენია თავის მარტოობაზე. მარტო დარჩა ეხლა და არ მოსწონს ეს. თქვენ ხوار გონიათ ვინმე ესევა ამ ადამიანს? არა, მეგობრებო. იქნებ თუ გემუქრებოდათ რომ ნახე მე შენს მეტი ვინ არ მეყოლება და ნახე შენ მახინჯორას გავხარ და ვინ შენ შეგხედავს და ან შენ ვინც ასე ვინც გაგიგებს, მოკლედ ხვდებით ხო? ხვდებით ხო, მეგობრებო? ხო. ეხლა ცოტა ჩემი სიტუაციაც ჩავაქსოვე აქ. ხო? ანუ ხო ხვდებით. ესეთი სიტუაცია თუ გქონდათ, ხო? და თვითონ ეგონა მას რომ თქვენგან წავიდოდა და შენებდა იმის რა ქვია, არჩევანის გოდოლს. ბოდიში მეგობრებო. საერთოდ არავინ არ ყავს. ძაღლიც არ დაახოცავს ფეხს დედას გეფიცებით. არა. ამ ადამიანს ერთადერთი სურვილი აქვს უკან არ დავიხები დასაბრუნებლათო, იცოდეთ, მზად იყავით იმისთვის, რომ ეს ადამიანი უკან არ იხევს. პოლნივ პერიოდო ამბობს, პოლნივ პროგრამეო. ხო. ზუსტად. ამიტომ იცოდეთ, კაი ხანს იფხაკუნებს. ხო. ისი მოქმედება რა იქნება? მანიპულაციები, ეხლა გეტყვით. უყურეთ რა იქნება ეხლა. ხო, გამოჩნდება დაგიქნევთ ხელს, აქ ვარ, მერე მიბრუნდება წავა უკან. გამოჩნდება წავა. როგორც აქამდე ისე მეგობრებო, მოულოდნელად გაქრება. გამოჩნდება, მერე ისევ გაქრება. ეს არის ერთ-ერთი მანიპულაციები, ან მაგიები, ან ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან. ერთი წინ, ორი უკან. წინ და უკან, როგორც უყვარს ისე.
აი ასე. მისი ბოლო მოქმედება რა იქნება და აი ეს იქნება რომ ამ ნერვიულ სისტემას დაგიზიანებთ ეს ადამიანი, ამას ელოდეთ. ხო, იქ სადაც არის ცალი ფეხით მოდის, ორივე ფეხით ვერ, ერთი ფეხით დამბული აქვს, იცოდეთ? არა. იქ ეს ადამიანი იქაც ზემოქმედების ქვეშა, შეიძლება ძალადობა იყოს ზემოქმედებაში და შეიძლება მაგიები იყოს ზემოქმედებაში. მანიპულაციებიც იგულისხმება აქ, მეგობრებო. ხო. ამიტომ რომ მისგან რას უნდა ელოდეთ? კარგს არაფერს. პასუხია ეგ. კარგს არაფერს. ვერაფერი ვერ გაიაზრა ამ ადამიანმა. გაიაზრა სათავისოდ მხოლოდ ის, რომ თვითონაა ცუდად. მე წყალი უნდა მოვთქვა, თორე ძალიან ცუდად ვარ. ძაღლიც არ დასუნა, ძაღლიც არ მიაფსავს. მაპატიეთ ესეთი საუბრისთვის. ბოდიშს მოვიხდი აუდიტორიასთან. მაგრამ ასეა კი. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, კარგს არაფერს ელოდეთ მისგან. ეს ადამიანი დაბრუნდება, რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენი გადასაწყვეტი იქნება. თქვენ გინდათ? თუ არა, ისე უკან. ეხლა როგორ ფიქრობთ? წინ გირჩენიათ წასვლა თუ უკან დარჩენა? თქვენი გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა, ჩემი არა. ამიტომ ესეთი იყო ტაროს დასტები. არაფერი არ შეცვლილა მისგან. თქვენ უფრო უკეთესად ხართ მის გარეშე ვიდრე თვითონ მეგობრებო, ამიტომ რომ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას გაუფრთხილდით თქვენს მომავალ ცხოვრებას, იზრუნეთ საკუთარ თავზე. არჩევანის წინაშე, როდესაც დაგაყენებთ ადამიანი, აირჩიეთ საკუთარ თავი. ხო, აი ესეთია ზოგადად უფლის სამართალი. ხო და სანამ საკუთარი თავის ფას არ ისწავლით კიდე, ვერაფერი ვერ იქნებით იცოდეთ. ეხლა ერთი წამით. ტელეფონი თუ არ შევაერთო მეგობრებო, როგორც ჩანს მიჯდება ერთი წამით. ერთი წამით. ესეც რა თქმა უნდა მეგობრებო, საკუთარი თავი. ჯერთო და მერე სხვაო. ეხლა ვკითხოთ ასტრაბარათებს. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში რა ხდება? რა ხდება? უთქვენოდ რა ხდება მის ცხოვრებაში? თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში უთქვენოდ რა ხდება? რა ხდება მეგობრებო? ხო და ინიციატივა. ეს ადამიანი თითქოს რაღაცას გულმოდგინედ აკეთებს. ანუ ხედავთ ხო რაც ხატია სურათზე? ხო, აი იქედან გამომდინარე. ნახეთ ახლა, თითქოს საზღვრებს იცავს, აი საცოდავი უდღეური უბედური. ვისგან იცავს საზღვრებს არ ვიცი. ლოცვაც არ უშველის ამას ისეა. რაღაცას კითხულობს, იქნებ მანტრებს კითხულობს, იქნებ აფირმაციებს კითხულობს, იქნებ ლოცვებს კითხულობს, იმის და მიხედვით რა რელიგიის წარმომადგენელია. თუმცა მე ვხედავ აქ რაღაცას ხვაობას თქვენ შორის. იქნებ ასაკობრივი, მენტალური, რელიგიური სხვაობა იყოს, სოციალური სხვაობა შეიძლება იყოს, ფიზიკური სხვაობა, გონებრივი სხვაობა, ხვდებით ხო? რაღაც სხვაობა შეიძლება იყოს. ხო, და რა არის ახლა? ინიციატივა. ადამიანს თითქოს რაღაცა აქვს განზრახული. ხო. რა აქვს განზრახული?
წინააღმდეგობის გაწევა საკუთარ თავთან. უყურეთ ახლა. ბალზეა და ყემალს ჭამს. მეგობრებო, ამ ადამიანს რაც შეუძლია არის ის, რომ ბალზე იყოს და ყემალი ჭამოს და ატამზე ოცნებობდეს. დაძინებული, ხო ხედავთ ახლა? ძალიან არეულდარეულია. ამას ხო გეუბნებით, ვერც ლოცვები შველის, ვერც აფირმაციები შველის. ამას ვერაფერი ვერ შველის, იმიტომ რომ ძალიან არეულია. არეულია მეგობრებო. ჯერ შეხედეთ ახლა ამ ფოტოს დააკვირდით. კალამი აგერა, წიგნი აგერა და კალამი სად აქვს გაწეული. ხვდებით ახლა, ხო? ხო. ამიდან რას უნდა ელოდეთ კარგს. ეს ადამიანი მეგობრებო შორიდან გაკვირდებათ, ბინოკლით გაკვირდებათ რო იტყვიან. ამ ადამიანმა ყველაფერი იცის თქვენ შესახებ. ამ ადამიანს თავისი თავი გონია ძალიან ისეთი დამოუკიდებელი, თავისუფალი გონია თავისი თავი, მაგრამ ვერა მეგობრებო. რას გვეტყვის თქვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით? მინდა რომ მოგელაპარაკო, ეს არის ტოლერანტობის ფოტო. ტოლერანტობა ვიცით რასაც ნიშნავს, არის ადამიანი, რომელიც ყველასთან საუბრობს, ბევრ ენაზე საუბრობს. შეიძლება მართლაც ისეთი ადამიანი იყოს, რომ ბევრი ენა იცოდეს. შეიძლება იყოს ძალიან კომუნიკაბელურიც. ნუ ეხლა ურთიერთობაზე არ დაელაპარაკოთ ამ ადამიანს, თორე სხვა მხრივ შეიძლება მართლაც ისეთი განათლებაც გქონდეს. მე ეხლა თლათ ასეც ადამიანს არ გავრიყავ და არ იმას ვიზამ გავლანძღავ რო იტყვიან, უბრალოდ ურთიერთობაზე არ უნდა დაელაპარაკოთ ალბათ ამ ადამიანს, თორე სხვა მხრივ შეიძლება მართლაც იყოს მეგობრული და მართლაც იყოს ისეთი ადამიანი, რომ ძალიან საინტერესო ადამიანი შეიძლება იყოს მეგობრებო. მე არ ვამბობ იმას, რომ მართლაც რაღაცნაირია. ეს ადამიანი ტოლერანტულია, ძალიან საინტერესოა. აი ხო გეუბნებით, მანტია მოსხმულია, ძალიან ნიჭიერია, გონებრივია, არ გამოვრიცხავ. ეს სხვანაირი ვერ იქნება. კი, მაგრამ ურთიერთობაზე არ უნდა დაელაპარაკოთ. ხო, ეს ადამიანი შეიძლება ურთიერთობდეს და კომუნიკაცია ქონდეს სხვადასხვა ეროვნების ადამიანთან. კი, თუ პოლიტლოტი კიდევ ხო, ენა, ბევრი ენა რო იცის, პოლიგლოტიო თუ რა ქვია, ხო. ხო, სხვანაირი ვერ იქნება, ძალიან მეგობრული შეიძლება იყოს, უბრალოდ ურთიერთობასთან დაკავშირებით არ ესმის ამ ადამიანს. ხო. შეიძლება ბევრ ენაზე საუბრობდეს, შეიძლება იყოს არქიტექტორიც, შეიძლება ბიზნესმენიც იყოს, რაღაცა ხატვასთან, ხაზვასთან შეხება ქონდეს, პირამიდებთან შეხება ქონდეს, შეიძლება ძალიან ბევრს მოგზაურობდეს, აი ხო გეუბნებით. ხო. აი რაღაცა ამასთანაა დაკავშირებული. ხო, პითაგორა. რაღაცა კანონები შეიძლება იცოდეს. ალქიმიკოსი შეიძლება იცოდეს. აი ხო ხვდებით, არ ვიცი, მაგრამ რაღაცა ასეთი. ხო, შეიძლება მოდასთან იყოს კიდევ რაღაც ახლოს. მოდა შეიძლება ისეთ სამყაროში იყოს, რომ რაღაცა ისეთ წრეში ტრიალებდეს, ძალიან პრესტიჟულ წრეში ტრიალებდეს. ნუ მოკლედ მეგობრებო რა. და კიდევ რას ვიტყოდი? ამ ადამიანს რას ვამბობდი ახლა გადამცილდა გულზე. ამ ადამიანს გამოქცევა უნდა თქვენთან, გამორბენა უნდა თქვენთან. თქვენ მისთვის ხართ ძალიან დიდი სიწმინდე, წმინდა ხართ მისთვის. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ხო? რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, თქვენ მისთვის ძალიან წმინდა ხართ, ძალიან უღალატო ხართ, ძალიან ერთგული ხართ. ხო. ძალიან ოჯახის ადამიანები ხართ. და კიდევ რას გეტყვით? თქვენ ურთიერთობაზე რას ფიქრობთ? დაბრუნება უნდა თქვენთან. ხო. ნახეთ? ეხლა დავაკვირდი.
დანიელ დუგლას, home. სახში დაბრუნება უნდა, ოჯახში დაბრუნება უნდა, თქვენთან ერთად ოჯახი შექმნა უნდა. ანუ ხვდებით ხო? აი ესეთი აზრი მომივიდა. კიდევ რამდენიმე ბარაც ამოვიღებ. რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან დაკავშირებით? ოჰა, თქვენ შორის მანძილია, დიდი მანძილი. კი, თქვენ შორის დიდი მანძილია, მეგობრებო. რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით და ძალიან ნიჭიერი ხართ თქვენ მის თვალში. თუმცა ძალიან შორს ხართ. იმდენად შორს ხართ, რომ თქვენ ხართ მისი მთელი სამყარო. თქვენ გიკავიათ სამყარო. თქვენ ხართ მისი სამყარო. ეს ადამიანი თქვენ სიქეთ ვერავის ვეღარ ხედავს. მინდა გითხრათ, თქვენ ხართ ის ადამიანი, ვისაც ის ჯადოსნური ჯოხი გიკავიათ, რომელიც ყველა სურვილს უსრულებს, მაგრამ დაგკარგათ ესეთი ადამიანები. თქვენ იყავით მისი ჯადოსნური ჯოხი, რაც მას უნდოდა, იმას უსურვებდით, მეგობრებო. ხო ასე იყო, აღიარეთ. ხო, თუმცა არ გამოვრიცხავ იმას, რომ ეს ადამიანი ძალიან ნიჭიერია, რაღაცა ნიჭი აქვს ამ ადამიანს, რაღაცას ნიჭი აქვს. ყოველ შემთხვევაში თვითონ ესე თulis, რომ მე ნიჭიერი ვარო. შეიძლება იყოს მშვილდოსანი, ნუ ვისთან. ხო, ნიჭიერი, შეიძლება იცოდეს ტყვიას-ტყვიაში აჯენდეს, მშვილდის სროლა იცოდეს შეიძლება. კი, არც ესაა გამორიცხული ტყუილების ნიჭი, ტყუილების ნიჭი კონდეს, იმიტომ რომ იქ არტისტია გვაჩვენა. კი. აი ხო გეუბნებით, ურთიერთობა არ დაავალოთ, სხვა დანარჩენებში ხუთიანი აქვს. ურთიერთობაზე მუშაობა არ უყვარს. ამ ადამიანს არ უყვარს, რომ ეწინააღმდეგებიან. ამ ადამიანს არ უყვარს, რომ მას რომ უნდა ისე რო არ იქნება. ხა. და რაღაც ესეთი, მეგობრებო, მომთიშა დედასპიცა ვარ. ფეხზე ვეღარ ვდგები, ისეთ დღეში ვარ. ხო, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც თქვენ სიქეთ ვერავის ვერ ხედავს. უკვე ვეღარ ხედავს და ვერც დაინახავს და არც დაანახებს უფალი. აი ასე. ხო. მოდი რას გეტყვით, მაინც კიდევ რამოდენიმე ბარაც ამოვიღებ თქვენ, რას გეტყვით? ასტრაბარათები. ასტრაბარათები რას გეტყვით? ხო, აი ნახეთ. რა უნდა იცოდეთ? რა უნდა იცოდეთ და ის უნდა იცოდეთ, რომ ეს ხართ თქვენ. ესაა თვითონ. ხო. ნუ ბოლოში გავიჭედეთ. ნუ ბოლოში გავიჭედეთ, მეგობრებო. გაიჭედა კი, ვიცი რომ გაიჭედა. და უყურეთ ახლა, რა უნდა იცოდეთ? უნდა იცოდეთ ის, რომ ეს ხართ თქვენ და ეს აქ თვითონ. ნუ ახლა ვინც არ უნდა მიყურებდეთ, არა აქვს მნიშვნელობა, მამაკაცები თუ ქალბატონები. ხარ ვარსკვლავი და თვითონაც ცარიელი, მანტია მოსხმული, უბედური ადამიანი. ადამიანი, რომელსაც უყვარს, რომ სხვას შეურაცხყოფას აყენებს, ადამიანი, რომელსაც უყვარს, რომ სხვას ჯაბნის, იჯაბნიებს, რომ ზემოდან უყურებს ყველას. იქნებ ზოგიერთებთან მართლაც მაღალი იყოს და ზემოდან გიყურებდათ და გიყურებდათ არა მარტო ფიზიკურად, სულიერადაც ზემოდან გიყურებდათ ეს ადამიანი, არ ვიცი რატო გონია თავისი თავი ვინმეზე უკეთესი, ვერ გეტყვით. კი, ეს ადამიანი შეიძლება იყოს კიდევ რაღაც ფორმიანი,
ტაქსისტი, მძღოლი, შეიძლება იყოს, ანუ ხვდებით ხო, ეხლა აღარ ჩამოვთვლი, არ მინდა ჩამოთვლა, რაღაც საქმიანობით დაკავებული, რომელსაც აცვია ფორმიანი რაღაც თავისი საქმიანობა შეიძლება კონდეს ამ ადამიანს და შეიძლება იყოს კიდევ განსაკუთრებით ფორმიანი ადამიანი, შეიძლება იყოს დაცვის მძღოლი, ხო რაღაც ფორმა აცვია კი. შეიძლება წინსაფარიც ეკეთოს, ესეც ფორმაა. საწყობში მუშაობდეს. ჯიუტი ადამიანი და განსაკუთრებით უბედური ადამიანი კიდე. უასოზია ყველაფერი. უტვინო, უჭკუო, უფულო და უზრდელი. მაპატიეთ. არქიტექტორიც კი ბატონო, კი. აი ამ ფოტოზე თუ ვიმსჯელებთ, ესეც შეიძლება იყოს არქიტექტორი, ესეც და ესეც. კი. ყველაფერი შეიძლება იყოს. მესაფლავე შეიძლება იყოს. მეეზოვე შეიძლება იყოს, მეყვავილეც, ბარმენი, მენეჯერი, მილიცია, პოლიცია, ხურდაფული მოგიცია. ხო, ასე რომ ჩემო ძვირფასებო, იცოდეთ რომ ეს ადამიანი შეიძლება გარედან გაჩვენებდეთ თავს, მაგრამ შიგნიდან არის უბედური ადამიანი, უასოზია ყველაფერი, არ დაიჯეროთ იმას, რასაც გაჩვენებს თვითონ. ექიმიც კი, ექთანიც, ფარმაცევტიც, ყველაფერი შეიძლება იყოს მეგობრებო. ოჯახის ადამიანის გარდა ყველაფერი შეიძლება იყოს. არც ოჯახის ქალია იგი და არც ოჯახის მამაკაცი. ხო ხვდებით ახლა? ხო. მაგის გარდა ყველაფერია მაგ შესული. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ხო და რას გეუბნებით? ეს ხართ თქვენ და ესაა თვითონ და ეხლა სხვაობას ხო ხვდებით და საკუთარი თავის ფასი ისწავლეთ. ამის თქმა მინდა. ხო. ეს ამ ადამიანს ყველაფერი შეუძლია. ეს არავინაა. ეს შეიძლება მეფანდურე იყოს, მეჩონგურე იყოს, მომღერალი იყოს. მაგრამ სიმღერა არ ესმოდეს, შეიძლება ყროყინებდეს. ხო. და რაღაც ასე. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო დღევანდელი ლაივი. თავის ბრუალი მაქვს საშინელი დედას გეფიცებით, მოვითიშე. უკვე ვეღარ ლაპარაკობ. გეფიცებით დედას ფიცავარ მეგობრებო, ვეღარ ლაპარაკობ. ეს რა უტვინო ვიღაცა იყო. მოკლედ, ვისი თქმა მინდა ეხლა. მე არ ვიცი ვისი პარტნიორი იყო და ვისი თანამშრომელი იყო და ვისი ჩაფიქრებული ადამიანი რა იყო, მაგრამ ისეთი ცუდი ენერგიებია მოსული მეგობრებო. თავს გავუფრთხილდით. ყოველთვის აირჩიეთ საკუთარი თავი. მერე რა, რომ ბიჭები მიყურებთ. საკუთარი თავი მეგობრებო, რას ლაპარაკობთ? არავის არ გაეკიდოთ, არავის არ შეენატროთ, არავის არ შეხვეწოთ არაფერი. ვინც არ უნდა მიყურებდე ახლა. საკუთარი თავის ფასი უნდა ისწავლოთ. მეტი არაფერი. მოკლედ, მშვიდობიანი ღამე მინდა გისურვოთ. ბედნიერი ხვალინდელი დღე მინდა გისურვოთ. და ყოველი ახალი დღე ყოფილიყოს ბედნიერების, წარმატების და იღბლის მომტანი. დავით, არი ნერვიულო. ადამიანს, რომელსაც უასოზია ყველაფერი, მასეთია კი, ნამდვილად. არც ერთმა არაფერზე არ ინერვიულოთ მეგობრებო. არავინ არ ღირს ამათ. და დანელია რა გაჩქარებდა. არავინ არ ღირს ამათ მეგობრებო, დედას ფიცავა. ამიტომ საკუთარ თავზე იფიქრეთ, საკუთარ ბედნიერებაზე იფიქრეთ, ჯანმრთელობაზე იფიქრეთ. რა ასიამოვნოთ საკუთარ თავს იმაზე იფიქრეთ. რას ლაპარაკობ? ვიცი რომ მოგიკვდა. რით ვეღარ მოინელე, ქალო? ხოდე ვიღალე. დებია მოგიკვდა 10 დღის უკან. მეორეო. რა მოწყვიტი, აგიხავხი, ქალო? გაიხარე თქვენც ასევე მეგობრებო. მშვიდობიანი ღამე და ბედნიერი ხვალინდელი დღე.
მოკლედ წარმატებები ჩემო ძვირფასებო, უღრმესი მადლობა ყველას და გელოდებით კომენტარებში, აუცილებლად ავტვირთავ YouTube-ზე. ყვავილები არ დაგავიწყდეს და ნელია. ყვავილები. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, აბა ნახვამდის, კარგად იყავით.